დღეს ჩვენ საუბრობთ ეპილეფსიაზე და კერძოდ ახალ მოწყობილობაზე, რომელიც გვაქვს უკვე საქართველოში, ვაგუსის ნერვის სტიმულატორზე. წინა ბლოკში ვისაუბრეთ თუ რა არის ვაგუსის ნერვის სტიმულატორი, ახლა კი ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა ჩავნერგოთ ადამიანის ორგანიზმში, როგორ კეთდება, ანუ ოპერაციული მიდგომის დროს, როგორ ხდება მისი ჩანერგვა ორგანიზმში. მაგისთვის დღეს გვეწვია ჩვენ კორიფე, ქირურგი, ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი ბატონი ედიშერ მაღალაშვილი. გამარჯობა ბატონო ედიშერ, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მადლობა რომ გამოგვიყავით დრო და ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს იცით ვაგუსის ნერვის სტიმულატორზე, როგორ ხდება მისი ჩანერგვა, როგორ ხდება ოპერაციული მიდგომა, ყველაფერი გვაინტერესებს ამ მოწყობილობის გარშემო, რადგან ეს ახალია ჩვენთვის და მინდა რომ მაყურებელს გავაცნოთ ყველაფერი. მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს, მადლობა უგმესი მოწვევისთვის. პრინციპში ჩემი მხარე იმდენად მეცნიერული და აკადემიური არ არის, უფრო ვუტრირებ, მაგრამ ტექნიკურს ვეძახი ამ საკითხს, თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა ნებისმიერ ქირურგიულ ოპერაციას საფუძვლად ანატომია, ფიზიოლოგია, ბევრი რაღაცა უდევს, მაგრამ თავარი ის არის, რომ ტექნიკურად ეს არ არის ძალიან რთული ოპერაცია. ეს არის მინიმალური რისკის მქონე ოპერაცია, ამასაც პრინციპში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პარალელურად ეს არის ახალი სიტყვა სოფლიო მედიცინაში შედარებით დიდი ხნის დანერგილიანი, მაგრამ ბევრი წლის პროექტია სინამდვილეში, რომელზეც ნინოსთან ერთად მუშაობთ, ჩვენი ბევრი წლის სურვილია, რომ რაღაცნაირად წტომა ყოფილიყო პაციენტებისთვის ამ მოწყობილობისადმი, რომ შეგვიძლებოდა, იმიტომ რომ ფენომენალურ შედეგებს აჩვენებს, ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს. ნინომ უკვე აღნიშნა, როგორც ეპილეფსიის მკურნალობის, ისე არამხოლოდ, არამედ ღრმა ფარმაკორეზისტენტული დეპრესიების დროს, იცით, დეპრესიებს თავის პრობლემები აქვს, მათ შორის შეიძლება სუიციდალური აზრები და ასე შემდეგ, ამიტომ რატომღაც მიღებული არ არის დეპრესიაზე საუბარი, როგორც აი მძიმე დაავადებაზე. ამ დროსაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგ შედეგებს უკვე FDA approval გავლილი აქვს დეპრესიის მკურნალობის ამბავში, შესაბამისად ეს FDA რაც არის ამერიკის კვების და მედიკამენტების ასოციაცია, იმან უკვე ნება დართო, რომ ეს დეპრესიების დროს იქნეს გამოყენებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ტექნიკურად პრინციპში არ არის რაღაც ან ხანგრძლივი, ან მრავალსაათიანი, ან რაღაც დიდ ქირურგიულ, რა თქმა უნდა, ცოდნა ყველაფერს უნდა, მაგრამ აი რაღაც დიდ ქირურგიულ სირთულეებთან დაკავშირებული პროცედურა კეთდება სადღაც 2-3 სანტიმეტრის კანის განაკვეთი მკერლავის დრვილისებრი კუნთის წინა ზედაპირზე, კისერზე. ვნახულობთ მარცხენა ცდომილ ნერვს, როგორც ვაგუსი, როგორც ქართულად ქვია, ცდომილ ნერვს. და მასზე უნდა შემოვახვიოთ ეს ელექტროდი და ასევე სადღაც 5 სანტიმეტრის განაკვეთი უკვე კეთდება ლავიწის ძვლის ოდნავ ქვევით და კანქვეშა ქსოვილებში ინერგება უშუალოდ ელექტროგენერატორი, რომელიც ამ პულსის გენერაციას აკეთებს. ნუ ერთადერთი ძირითადი, აი ყველაზე ისეთი პრობლემური ასპექტი რაც არის, ეს არის ის, რომ ვაგუსის ნერვს აქვს ეგრეთ წოდებული რეკურენსი, შებრუნებული ნერვი, ლარინგიალური ნერვი. ამიტომ ამის მუდმივი გაღიზიანება პირველ პერიოდში განსაკუთრებით იწვევს ხმის ცვლილება, ხმის ტემბრის ცვლილება, შეიძლება რაღაცა გაციებულისავით აი რაღაცა ყელში რაღაც შეგრძნება ქონდეთ პაციენტებს. გარდა მაგისა, სხვა მოწყობილობებისგან განსხვავებით აქვს ეგრეთ წოდებული ჰანიმუნ თაფლობისთვის პერიოდი ახასიათებს ამას, იმიტომ რომ ეს აპარატი დაფუძნებულია რაზე? ის მუდმივ მონიტორირებას აკეთებს გულის ცემის სიხშირის ადამიანისას. შესაბამისად, თუ ეს გულის ცემის სიხშირე რაღაც გარკვეული პატერნი არის, რომელიც ასე ვთქვათ, გულყრის წინ ეწყებათ აი ამ ტიპის ცვლილება გულის რიტმში და როგორც კი ეს თავიდან ჭირდება რაღაც პერიოდი, რომ მიხვდეს, თვითონ აპარატმა ააწყოს რა არის პაციენტის ბეიზლაინს, რასაც ვეძახით ჩვენ, ანუ ფონური ის და შემდეგ უკვე როდესაც აი ამ ცვლილებით დაეწყება ადამიანს
გულის რითმის ცვლილებამ ყისიერად იწყებს ელექტრონული დენის სტიმულაციას. ხა ვაგუსის ნერვი თუ არ ვწდები ყველაზე გრძელი ნერვია ადამიანის ორგანიზმში, ყველაზე დიდი, ყველაზე გრძელი ნერვი არის. ის აინერვირებს, ასე ვთქვათ, ხორხის და საყლაპავიდან დაწყებული დიაფრაგმა, ანუ სუნთქვით ფუნქციას ჩადის ქვევით საჭმლის მომნელებელ სისტემაში. და მასე აქ ეგრეთ წოდებული ჩვენ რასაც ვეძახით პარასიმპათიკური აქტივობის ნერვი არის. მისი გაღიზიანება ამ სტიმულატორით ხდება არა ასე ვთქვათ ანტეროგრადულიდან, არა ცენტრიდან პერიფერიისადმი, არამედ რეტროგრადულად, ანუ გაღიზიანების წერტილიდან პირიქით თავის ტვინისკენ მიდის იმპულსი. თავის ტვინისკენ მიდის იმპულსი და თავის ტვინის ღეროში ამ პარასიმპათიკური ბირთვების აქტივაციას, სტიმულაციას ახორციელებს და რა თქმა უნდა თვითონ პარასიმპათიკური სისტემა მნიშვნელოვნად აქტივირდება. საერთოდ ნეირომოდულაცია პატარა ისტორია არა აქვს პრინციპში. ხანგრძლივი ისტორია აქვს, რამოდენიმე 10 წელს მოიცავს უკვე. მაგრამ ბოლო წლების მიღწევები ნეირომოდულაციაში ძალიან საინტერესოა. იქიდან გამომდინარე, რომ აღმოვაჩინეთ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც პრინციპში ბუნებრივი ინტელექტის ასე ვთქვათ, იმ საფუძვლებზე არის დაფუძნებული, როგორც ბუნებამ შექმნა ინტელექტი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ციფრული ტექნოლოგიები მიუახლოვოთ, მაგრამ ამან მოგცა საშუალება, იმიტომ რომ მსგავსება არსებობს თვითონ ის კომპიუტერულ ინდუსტრიას, როგორ მუშაობს, ასე ვთქვათ, და როგორ მუშაობს თავისთვის. შესაბამისად, ეხლა შევდივართ ხანაში, ეპოქაში, როდესაც ძალიან ბევრი მცდელობა იქნება მეცნიერების მხრიდან, რომ რაღაცნაირად ეს ხელოვნური და ბუნებრივი ინტელექტი ერთმანეთთან დავაუღლოთ და ბუნებრივი ინტელექტის შესაძლებლობები გავზარდოთ, იმიტომ რომ და ასევე გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის ხელოვნური ინტელექტი, როგორც ბოლო იქით მივდივართ, რომ დამოუკიდებლად და ბუნებრივი ინტელექტის და ადამიანის ჩარევის გარეშე მაინც იმხელა მწვერვალებს ვერ მიაღწევს. ეს არის ნეირომოდულაცია ქვია. ნეირომოდულაცია არის ნებისმიერი ნერვული ქსოვილის ფუნქციის შეცვლა მოდულატორის გამოყენებით. ამ შემთხვევაში მოდულატორი არის ელექტრონული დენი და ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყენებთ სტიმულაციას. თუმცა სხვა ტიპის მოდულაციებიც არსებობს, შეიძლება იყოს დაუშვათ ქიმიური ნეირომოდულაცია, რაიმე სხვა ტიპის, რომელიც დაუშვათ არა სტიმულაციური, არამედ პირიქით შემაკავებელი ფუნქცია ჰქონდეს. იცით რა, როდესაც აკეთებთ ოპერაციას, რომ გადაწყოთ უკვე რომ ჭირდება, თუ ჭირდება რამე განსაკუთრებული მომზადება ასეთ პაციენტს? განსაკუთრებული მომზადება უფრო მეტად ჭირდება ალბათ ნევროლოგ ეპილეპტოლოგის მიერ, თვითონ ქირურგიულ ინტერვენციას რაიმე განსაკუთრებული მომზადება არ ჭირდება, ეს არის არც თუ ისეთი ხანგრძლივი, არც თუ დიდ სისხლდანაკარგთან დაკავშირებული ოპერაცია, ერთადერთი რაზეც ძალიან კარგად უნდა იყვნენ გაფრთხილებულები პაციენტები, ეს არის ხმის ცვლილება, ტემპის ცვლილება, იმიტომ რომ პირველი პერიოდი როგორც წესი დისკომფორტი აქვს ხოლმე და ბევრია, ძალიან ბევრია. წარმოიდგინეთ, კოლოსალური ციფრი არის 1% მოსახლეობის პოპულაციის 1% არის ამა თუ იმ ეპილეფსიური სინდრომებით შეპყრობილი ადამიანი. აქედან 1/13 ხო, ანუ 0.3%, რაც რო გადაითვალოთ კოლოსალური ციფრია და მარტო საქართველოში რამოდენიმე 10,000 ადამიანს შეიძლება ნიშნავდეს, არის ეგრეთ წოდებული ფარმაკორეზისტენტული ტიპის ეპილეფსია. ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსიის დიაგნოზს ჩვენ ვსვავთ, როდესაც ორი პრეპარატი, სწორად შერჩეული პრეპარატი, სწორად დოზირებული პრეპარატი მიღების ჩაგდებების გარეშე არაეფექტურია, ან ნაწილობრივ ეფექტურია, ანუ ვაძლევთ ადამიანს მედიკამენტებს და მაინც რჩება გულყრები. ამათი 1/13 არის ეპილეფსიური ქირურგიის, ასე ვთქვათ, კანდიდატი, ქირურგიის კანდიდატი და რო არ მოგატყუოთ ძალიან სიამოვნებს თვითონ ის ფაქტი, რომ ნინოსთან ერთად შევძელით შეგვეკრა ეს ეპილეფსიის გუნდი, ერთ-ერთი მოწინავე, მათ შორის ჩვენ
უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩვენ ამ პაციენტებზე და ამ პაციენტებთან მუშაობთ არა მხოლოდ ქართული ძალებით, ჩვენთან ერთად ჩართული არის ბატონი თენგიზ გლოველი, შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი. ამის გარდა ჩვენთან ერთად მუშაობს მარტინ ჰოლკამპი, რომელიც არის შარიტეს უნივერსიტეტის ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი, მათი ეპილეფსიური შარიტეს ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის ეპილეფსიური სამსახურის ხელმძღვანელი, ულფ შნაიდერი, რომელიც არის შვეიცარიაში ლუცერნის კანტონ ჰოსპიტალის მთავარი ნეიროქირურგი. და აი ბოლოს ოსტურკი სტამბულიდან ჩვენი მეგობარი რომელიც იმიტომ რომ რეალურად იმ მომენტში როცა ამას ვიწყებთ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ამის ცოდნა, ამის გამოცდილება იმ დონეზე არ იყო რომ ჩვენ უკვე ადამიანებზე ამის ქირურგიული ინტერვენცია და ამის ჩანერგვა დაგვეწყო. მოიჭ ძალიან დიდი სერიოზული გუნდი არის ჩართული და ძალიან მომწონს მათთან ერთად მუშაობა, იმიტომ რომ პირველ რიგში საინტერესოა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა საპასუხისმგებლოც ზოგიერთი რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენაი სპეციალისტ არ გაუჭირდება ახლა ამის პასუხისმგებლობის აღება, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ეს ამ ინფორმაციისთვის. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრს დამოგზაუროთ ბატონო ედიშერ, იმიტომ რომ ძლივს დაგიჭირეთ სულ კონფერენციაზე და კონგრესებზე ბრძანდებით. და ვიცი რომ სიახლეებს გვიმზადებთ და მე ვიმედოვნებ რომ იმ სიახლეებს თქვენ მობრძანდებით შემდეგ ჩვენთან სტუდიაში, მაგრამ ამას სიურპრიზად მოვიტავებ. მადლობა რომ დღეს იყავით ჩვენთან. გისურვებთ ჯანმრთელ პაციენტებს და გისურვებთ შვიდ სამშაო გარემოს. ნახავთ უფრო მნიშვნელოვანია სინამდვილეში ეს სამშაო გარემო. უამრავი წარმატება თქვენ დაგემშვიდობებით.